მოგესალმებით ყველას მზიანი კალიფორნიიდან. ეხლა კადრებს ლოს-ანჯელესში ვიღებთ და მივემართებით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილას, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ტურისტები და ყველა თავის სოციალურ ქსელში ტვირთავს თუ როგორია ლოს-ანჯელესში ყველაზე ცნობილი უკანასკნელი წიგნის მაღაზია. ანგელოზების ქალაქი იმდენად საინტერესოა, რომ გადავწყვიტე გამარჯობა ამერიკა არ ხმა გააგრძელოს არსებობა და შევავსო ახალ-ახალი ვიდეოებით. მოკლედ დავიწყოთ. ეხლა კადრებში ხედავთ ავტობანს, სადაც ფაქტიურად საცობია. თუმცა საცობები მაშინებდა სანამ აქ გადმოვიდოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა საცობში ნელ-ნელა მიგორავ. არსად არ დგახარ და ძალიან გამეხარდა. სიმართლე რომ გითხრათ, საკმაოდ რთულია გადაადგილება სხვა კალიფორნიის ქალაქებთან შედარებით, მაგალითად, საკრამენტოში ყველა საგულდაგულოდ იცავს წესებს, ხოლო აქ ხანდახან წესებს არ ყვევენ. თუმცა თუ მძღოლი გამოცდილია და მას თბილისში უვლია, დამერწმუნეთ ნებისმიერ ამერიკის ქალაქს ალღოს ადვილად აუღებს. მოკლედ მივიდეთ და ერთად ვნახოთ ის ადგილი, რომელმაც დამატყვევა და კადრები თქვენთვის გადავიღე. მინდოდა ყველაფერი გამეზიარებინა და ისე დაგენახათ. აქაურობა როგორც მე ვხედავდი. როგორც კი დაუნთაუნს უახლოვდებით, იმ წუთში ეს უზარმაზარი შენობები და საოცარი არქიტექტურა ისე მოქმედებს შენზე და ისეთ ზეგავლენას ახდენს, თითქოს პატარავდები. ძალიან შთამბეჭდავია აქაურობა. ამინდი კი სულ ერთნაირი. არც ცივა, არც ცხელა და არც წვიმს. კალიფორნიის უდიდესი წიგნის მაღაზიის დამფუძნებელია ჯოშ სპენსერი, რომელმაც 2005 წელს დააარსა ეს არაჩვეულებრივი სივრცე და არტისტების საყვარელ ადგილად გადაიქცა. მეტიც, აქ მოდიან ცნობილი რეჟისორები და ძალიან ცნობილ ფილმებსაც იღებენ. მე მინდა ჩვენ ერთად ვნახოთ, როგორია ლოს-ანჯელესის უკანასკნელი წიგნის მაღაზია. თავისთავად ლოს-ანჯელესის დაუნთაუნი, ანუ ქალაქის ცენტრი, ძალიან საინტერესო არქიტექტურაა და საინტერესო ადამიანებსაც შეხვდები. ასევე რა თქმა უნდა, როგორც კალიფორნიის დიდ ქალაქებში, აქაც შეხვდებიან სამწუხაროდ უსახლკარო ადამიანები. მოკლედ მივუახლოვდით უკანასკნელი წიგნის მაღაზიას და აი ამ შენობას ავხედე, ცოტა კისერი მეტკინა და სხვა მხრიდან დავიწყე სხვა რაკურსით გადაღება. მაღაზიის აფიშები ქუჩაში ყველგან გვხვდებათ. მივუახლოვდი და დავინახე უკვე არტისტულად გაწყობილი შემოსასვლელი, სადაც ახალგაზრდები ჩანთებს აბარებდნენ. არ ვიცი, რატომ აკეთებდნენ ამას, მე ჩანთა არ მქონდა და პირდაპირ შემოვედი. ავიხედე თუ არა, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დეკორაციამ, რომელიც წარმოდგენილია დარბაზის კედლებზე. შეგრძნება მაქვს თითქოს წიგნის ოკეანეში მოვხვდე. სადღაც ჩავიძირე. ისეთი სურნელი დგას ყველგან, თითქოს ბებიასთან ძველისძველ სახლში მივედი. წიგნები აქ ყველგან არის წარმოდგენილი. ამერიკა ცნობილია თავისი სიუხვით და გრანდიოზული მაღაზიებით, უზარმაზარი მასშტაბებით, მაგრამ ის შეგრძნება, რაც აქ დამეუფლა, ამის გადმოცემა ძალიან რთულია. შესასვლელი უფრო ფართო, სხვადასხვანაირი მოსასვენებელი ადგილებით არის მოწყობილი, სადაც ადამიანები სხედან, წიგნებს ათვალიერებენ, კითხულობენ, ირჩევენ და ყიდულობენ. მაგრამ კედლები ნამდვილად გატყუებს და აღარ ვიცოდი ჩემი ობიექტივი საით მიმეტრიალებინა, რომ თქვენთვის კადრები გადამეღო. მინდოდა ყველაფრის გადაღება. დაიწყო წიგნების ლაბირინთები. არჩევანი იმდენად დიდია, რომ თავბრუ გეხვევა. აღარ იცი, საით გაიხედო. მე ამ კიბეებს ავუყევი. მაინტერესებდა მეორე სართულზე რა ხდებოდა. კიბეები საინტერესო წარწერებით არის გაფორმებული და ყველაფერი ძალიან ძველია. ეს კიდე ცალკე რაღაც სხვანაირ დიზაინს ქმნის და თითქოს წარსულში მოგზაურობ. კინორეჟისორმა ჩად ჰოვიტმა მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკანასკნელ წიგნის მაღაზიაში, რომელიც 2016 წელს გამოვიდა, აღწერა უკანასკნელი წიგნის მაღაზია და მისი მფლობელი სპენსერის ისტორია.
რომელიც ძალიან საინტერესოა. აქ აღარაფერს ვიტყვი, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია და ნახოთ ეს საოცარი გაეცნოთ ამ საოცარ ამბავს. მე კი მეორე სართულზე ამოვედი და ალბათ კადრებში ხედავთ, როგორი საოცარი ინტერიერის დიზაინი დამხვდა და როგორი დეკორაციებია. ყველგან წიგნებია. წიგნის მტვრის სურნელი ტრიალებს. ისეთი სიმყუდროვეა, გინდა წიგნი აიღო შენთვის მოკალად და გემრიელად და წაიკითხო, თუ მოგეწონება შეიძინო, მაგრამ აქედან სახლში წასვლა ნამდვილად არ გინდება. გინდა რომ აქ იბოდიალო და ყველა კუთხე კუნჭული ნახო, თუ როგორია აქაურობა. ყველაფერი რაღაცნაირია. უკანასკნელი წიგნის მაღაზიას სტუმრობს ყოველდღიურად უამრავი ვლოგერი, ცნობილი ადამიანი, ჟურნალისტი, ტურისტი. წიგნის მაღაზია გამოჩნდა 2014 წელს დევიდ ფინჩერის ფილმში გაუჩინარებული გოგონა და ასევე 2018 წელს დევიდ რობერტ მიჩელის მიერ გადაღებულ ფილმში ვერცხლის ტბის ქვეშ. ასევე ეს წიგნის მაღაზია, რომელიც ამ წუთას თქვენს წინაშეა წარმოდგენილი, Netflix-ის 2021 წლის სერიალშიც მოხვდა. დანაშაულის ადგილი გაუჩინარება სესილის სასტუმროში. მოკლედ, ეს ისეთი ადგილია, სადაც თუ ლოს-ანჯელესში მოხვდებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ. ცოტა მისტიკურია. შეგრძნებები სხვადასხვანაირად ირევა ერთმანეთში და ხშირად მაქვს განცდა, რომ სადღაც ლაბირინთში დავდივარ და ძველ ისტორიას ვეხები, რომელიც თითქოს ხელშეუხებელია. მოკლედ, ყველაფერი ერთად ტრიალებს. თითქოს მრავალი წლების წინ რაღაც ძველ სახლში აღმოჩნდი, სადაც დიდი ისტორია იმალება. არა, მისტიკა აქ ნამდვილად არის. იმდენად შთამბეჭდავია ეს ლაბირინთები, რომ გაოგნებული დავდიოდი და ვცდილობდი ყველა კადრი, ყველა რაკურსით გადამეღო, რომ თქვენთვის გამეზიარებინა და ზუსტად ისე გადმომეცა ყველაფერი, როგორც იყო. ვიცოდი, რომ მეორე სართულზე ვიყავი, თუმცა გზა ამებნა და ლაბირინთებში დავიკარგე. გზა და გზა აღმოვაჩინე კიდევ საინტერესო სივრცეები თავისი უნიკალური ნივთების კოლექციით. ძველი ჭურჭელი. თითქოს მართლაც ბებიასთან მიხვედი სტუმრად და ძველმანებში იკექები. აი სკივს რომ გახსნი ძველი ნივთებისას და რაღაც სურნელი რომ ამოიფრქვება, სწორედ ასეთი სურნელია ყველა სივრცეში და ყველა განყოფილებაში. საერთოდ გავიწყდება, რომ წიგნის მაღაზიაში ხარ, თითქოს მუზა მოდის და გინდა რომ აქ რაღაც ნამუშევარი შექმნო. რაღაც გადაიღო, დახატო. მეორე სართულიდან კარგად მოჩანდა პირველი სართულის სხვადასხვა სივრცეები, სადაც ადამიანები ისვენებდნენ, წიგნებს კითხულობდნენ, ტურისტები მოდიოდნენ, ინფლუენსერები იღებდნენ კადრებს. ანგელოზების ქალაქი ძალიან მისტიკურია და ძალიან ბევრი უცნაური ამბავი მომხდარა ამ ქალაქში. ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემებს გავაკეთებ და აუცილებლად ავტვირთავ ამ არხზე. თქვენ კი მოიწონეთ ეს ვიდეო, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს და გამოიწერეთ არხი. მეორე სართულზე აღმოვაჩინე პატარა რესტორანი და ფანჯრები, საიდანაც მოჩანს დაუნთაუნი. შეგიძლიათ აქვე ადგილობრივი არტისტების ნამუშევრებსაც გაეცნოთ და საინტერესო საშიში კუთხეც ნახოთ, რომელიც მე დიდად არ მიზიდავს, მხოლოდ ჰელოვუინზე. ისიც მხოლოდ ერთი დღე. მოკლედ, აქაურობა სხვადასხვა შეგრძნებებს იწვევს და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის დარბაზებს. არ ვიცი თქვენ მოგწონთ თუ არა დაწერეთ საშიში სივრცეები. მე არ მეზიდავს, თუმცა ამერიკელებს ძალიან უყვართ. მე სიამოვნებას ნამდვილად არ მანიჭებს და არ მომწონს ის, რისიც მეშინია. თუმცა ეს ის ადგილია, სადაც ნამდვილად იღვიძებს ადამიანში რაღაც სხვა, შეიძლება ეს იყოს მუზა და ხელოვნებასთან თითქოს ახლოს მიდიხარ. ამდენი წიგნი, ესე გაფორმებული დეკორაციები.
ასეთი დარბაზები. ყველაფერი ერთად ძალიან მოქმედებს. და როდესაც ფანჯრიდან გამოიხედები, ლოს ანჯელესის დაუნთაუნს ხედავ. მე ძალიან მიყვარს, როცა შენობიდან გამოვიხედები და შემდეგ ქვემოთ ჩამოვალ და იმ სარკმელს გადავიღებ, საიდანაც ვიყურებოდი. არ ვიცი ეს რატომ აქვს ეს ჩვევა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მომწონს. ასეთი შეგრძნება დამეუფლა. დიდი სიამოვნებით გავიცნობდი ამ არაჩვეულებრივი უკანასკნელი წიგნის მაღაზიის შემქმნელს და ალბათ ბევრს ვისაუბრებდით. ნახეთ, როგორი ძველი სავარძლებია. ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო მეტად მატებს შარმს აქაურობას. გინდა ერთ-ერთი ძველი წიგნი აერჩიო, გემრიელად მოკალათდე და განმარტოვდე. სწორედ ასეთი სავარძლები უხდება აქაურ ინტერიერს. მე არ მიყვარს, რატომ დაინტერესდა Netflix-ი და ამდენი რეჟისორი. ამაზე კარგ გადასაღებ მოედანს უბრალოდ სადიშოვი. არაჩვეულებრივია, გამზადებული დეკორაცია მთელი ეს მაღაზია. და აი ფირფიტებიც. რას უსმენთ? მოგწონთ კლასიკა. რომელ ფირფიტას იყიდით ამ მაღაზიაში? ყველა კუთხე-კუნჭული არაჩვეულებრივად არის წარმოდგენილი და თავბრუდამხვევია აქაურობა. მე წიგნების ოკეანეს დავარქმევდი. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს ეს ადამიანი მეც გავიცნო და ვისაუბროთ ბევრ და საინტერესო თემებზე. ლოს-ანჯელესი, როგორც აღვნიშნე, ძალიან მისტიკური ქალაქია. გარდა იმისა, რომ ყველამ ვიცით, რომ ეს არის კინოს დედაქალაქი, ამ ქალაქში ბევრი უცნაური რამ ხდება და მინდა რომ ყველაფერი ნაბიჯ გაგიზიაროთ. რამოდენიმეჯერ გადავიღე ერთი და იგივე კადრები. ვერ ვძღები აქაურობით. თუ თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხართ, ან აპირებთ მოგზაურობას, ან ჩემსავით საცხოვრებლად გადმოდიხართ, აუცილებლად მოდით აქ. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. უკანასკნელი წიგნის მაღაზია. ქუჩაში გამოვედი, აქაურობა დავტოვე და რა თქმა უნდა ავიხედე იმ სარკმელისკენ, საიდანაც წეღან ვიყურებოდი. ეს ასეთი ჩვევაა უბრალოდ. გემშვიდობებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. აუცილებლად დავდებ ანგარიშის ნომერს, თუ გაქვთ სურვილი რომ შეუწყოთ ხელი არხს, რომელსაც ჯერჯერობით სპონსორი არ ყავს. გაგიზიარებთ ამ ინფორმაციას, თქვენ კი გამოიწერეთ არხი და დამიტოვეთ თქვენი კომენტარები. ძალიან დიდი მადლობა. შეხვედრამდე.